მოგესალმებით ღვთისმშობლებო, ღმერთს რომ თქვენზე ეთქვა ჩემი მეგობარიაო, რას იგრძნობდით? ვიღაცებს ახლა საერთოდ არ ასწამთ ღმერთის არსებობის, მათზე არ ვსაუბრობ. აი ვისაც გწამთ, რომ ღმერთი 100%-ით რომ არსებობს და დარწმუნებული ხართ ამაში 100%. თქვენზე რო ეთქვა ღმერთს ჩემი მეგობარიაო, როგორ იგრძნობდით თავს? ვინც ცდილობთ ღმერთთან მიახლოებას, ეძებთ გზებს მასთან დასაახლოებლად. ვიდრე ამაზე ვისაუბრებ, თუ როგორ მივაღწიოთ, როგორ არის შესაძლებელი უზენაეს ღმერთთან სიცოცხლის შემოქმედან ასეთი მჭიდრო ურთიერთობის განვითარება და რომ ეს ნამდვილად შესაძლებელია, მასთან თბილი, ახლო, მეგობრული ურთიერთობის განვითარება, მაგალითისთვის მოდი ჯერ ვნახოთ აგერ იაკობის წერილი მეორე თავი 22-23 მუხლები. 23 მუხლს წავიკითხავ. აბრაამმა ირწმუნა იეჰოვა და ეს სიმართლედ ჩაეთვალა და იეჰოვას მეგობარი ეწოდა. მოდით გამოვყოთ ეს აზრი ხაზგასმის მიზნით, რომ ღმერთთან მეგობრობა რომ შეუძლებელი ყოფილიყო, წმინდა წერილის აი ამ და მსგავს მონაკვეთებში ეს აზრი არ იქნებოდა ხო მოცემული, რომ ღმერთთან აბრაამსა და იეჰოვას მეგობრობაზე აგერ ასაც ვკითხულობთ. ახლა დავაკვირდეთ იმ დეტალებს, თუ რამ შეუწყო ხელი მათ მეგობრულ ურთიერთობას. დასაწყისში ესეც მინდა მოვიხსენიო შედარების სახით მეგობრობის წინაპირობა რა არის ხოლმე თუ გიფიქრიათ. ალბათ როცა მიზნები, იდეალები, ფასეულობები რაღაცისკენ სწრაფვა ორი პიროვნებისა ერთი მეორეს ემთხვევა. და მერე ეს ორი პიროვნება რეგულარულად იწყებენ ერთმანეთთან ურთიერთობას. ისე თქვენ ვისე იტყოდით, რომ მეგობრები არიან, ვინც წელიწადში ერთხელ ხვდებიან ერთი მეორეს, ამ თვეში ერთხელ, ამ კვირაში ერთხელ, თუ ყოველდღიურად როცა ვხედავთ მათ ერთად, რომ დღეისი არ გავა ერთი მეორეს არ შეეხმიანონ, უფრო ალბათ აი ამ უკანასკნელზე ხო ვიტყვით, რომ მეგობრები არიან, რადგან ნამდვილი მეგობრობა ყოველდღიურ რეგულარულ ურთიერთობებს მოიცავს. ამის გარეშე მეგობრობა წარმოუდგენელია. პირველად სანამ მეგობრობას დაიწყებენ ხოლმე ერთი მეორესთან ადამიანები, ჯერ რას იგებენ ხოლმე ერთი მეორეზე. რა თქმა უნდა, ოდესაც ეცნობიან და ხელს ჩამოართმევენ. ჯერ იგებენ ხოლმე სახელებს გაცვლიან ხოლმე, ხო, ერთი მეორეს სახელებს იგებენ. ჯერ თავიდან სახელებით იწყებენ გაცნობას. იმ წუთას შეიძლება ის სახელი მათთვის უბრალოდ არაფერს არ ნიშნავს, უბრალოდ პიროვნებას დაიხსომებენ იმ სახელით, ხო? აი თქვენ თუ გყავთ მაგალითად ისეთი მეგობარი, რომლის სახელიც არ იცით. აბსოლუტურად მოგეჩვენათ ხო ალბათ ეს კითხვა. მაგრამ თუ კი თქვენი რომელიმე მეგობრის სახელს გიხსენებენ, აი ამ სახელის მიღმა უკვე იცით ვინ დგას, რა თვისებების თუ ჩვევების მქონე პიროვნება, რა უკეთებია წარსულში, დღეს როგორ ცხოვრობს და რა გეგმები აქვს მომავლისთვის. მოკლედ, იმიტომაა ეს თქვენი მეგობარი, რომ თითქმის ყველაფერი იცით ერთი მეორეზე, ისეთი დეტალებიც კი, რაც ბევრმა არ იცის. და დაუბრუნდეთ, მოდით ახლა აი ამ დეტალებს, რამაც ღმერთის მეგობრად აქცია აბრაამი. დავიწყოთ იმით, რომ პირველი ნაბიჯია მეგობრობისაკენ, რაც აქ აბრაამმა გადადგა, ირწმუნა იეჰოვა, ხო, აქ ესე იკითხება, აბრაამმა ირწმუნა იეჰოვა და ეს სიმართლედ ჩაეთვალაო. აბრაამი თუ მანამდე დარწმუნებული იყო ღმერთის არსებობაში, აი თქვენს მსგავსად, ვისაც სწამთ ღმერთის არსებობის და შორიდან სწამდა, აბრაამს ღმერთის მისი თაყვანისმცემელიც იყო, შემდგომ აბრაამი ურთიერთობაში შევიდა, ირწმუნა იეჰოვა, გაიცნო ის როგორც პიროვნება. აქ ერთი ჩანართიც მინდა გავაკეთო, აი ზოგი რატომ ვერ გაიცნობენ ხოლმე, იცით, რატომ ვერ ეცნობიან ღმერთს და რატომ კარგავენ აი ამ შესაძლებლობას, რომ მასთან პირადი ურთიერთობა განავითარონ. აი წარმოედგინეთ როგორია ზოგი, ბრიყვი, უგუნური ადამიანი, ასე ფიქრობს. იცი რა ღმერთო, მე კი მწამს შენი არსებობის და კი მინდა შენთან დაახლოება, მაგრამ აი შენი სახელი იეჰოვა არ მევასება. არიან ესეთები, ასე ფიქრობენ. ხმამაღლა შეიძლება არ თქვა, მაგრამ ასე ფიქრობენ. არ მომწონს რომ იეჰოვათი მოიხსენიებენ და ასეთი ბრიყვი და უგუნური ძალიან ბევრია ჩემი ვიდეოების ქვეშ, ნახავთ მათ კომენტარებს. და არ მოწონთ ხოლმე რომ უზენაეს ღმერთის ეს სახელი, რომელიც მე კი არ დავარქვი მას. ან რასელმა კი არ დაარქვა. არამედ თავად ღმერთმა დაირქვა და შეირჩია თავისთვის ეს სახელი, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე წმინდა აი ამ სამყაროში. და ასეთი ბრიყვები და უგუნურები ვერასოდეს ვერ შეიცნობენ და ვერ დაუახლოვდებიან ზეციერ მამას, რომლის სახელის გაგონებაც კი არ სურთ. უფრო უარესიც, თავად მათი სახელები ამოიშლება სამუდამოდ აი ამ ცირქვეშეთიდან და მათი გენებიდან.
და ამიტომ დასაწყისშივე შევთანხმდეთ, რომ უზენაესი ღმერთის ზეციერი მამის გასაცნობად, მასთან დასაახლებლად აუცილებელია ვიცოდეთ მისი აი ამ წმინდა სახელის მნიშვნელობა და მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. რადგან არც ერთი მეგობარი თავის მეგობარს არასოდეს არ მიმართავს სახელის გარეშე და არ ეძახის ადამიანო, აბა ერთი წუთი ადამიანო არ დაუძახებს, ხო? წოდებით. არ მიმართავს ხოლმე და ბევრი არის რა წმინდა სახელის გაცნობა, აი ღმერთი და საკმარისია ჩემთვისო. არ მიმართავენ ის ადამიანები ღმერთს მხოლოდ წოდებით, ვინც სახელით იცნობენ და ეს უკვე ახლო ურთიერთობას გულისხმობს ზეციერ მამასთან. და მას სახელით მოუხმენ. თუ რას ნიშნავს ღმერთის ეს სახელი, თუ როგორი პიროვნება დგას აი ამ სახელის მიღმა, ნახოთ ახლა ეს მონაკვეთიც, როდესაც ღმერთი ესაუბრებოდა მოსეს და როდესაც მას გაუმხილა არა მარტო თავისი სახელი, არამედ მისი მნიშვნელობაც აუხსნა. ბიბლიის რიგით მეორე წიგნია ეს გამოსვლა, მესამე თავის, მე-14, მე-15 მუხლები. წავიგითხავ. მიუგო ღმერთმა მოსეს. მე ვიქცევი იმ ადრადაც ვიქცევი და განაგრძო ასე უთხარი ისრაელის ძეებს მან გამომგზავნა ვინც თქვა მე ვიქცევი შემდეგ კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს ასე უთხარი ისრაელის ძეებს იეჰოვამ თქვენი მამაპაპის ღმერთმა აბრაამის ისაკის და იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქო თქვენთან ეს არის ჩემი სახელი მარადიულად ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობაში და კიდევ ერთ დეტალს ჩავამატებ, აი მივაქციოთ ყურადღება რას. სანამ იეჰოვას სახელის მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრებ, აი ამ დეტალს აუცილებლად მინდა გავუსვათ ხაზი. ბევრი კრიტიკოსი აღნიშნავს ხოლმე, რომ ღმერთი სხვა სახელებითაც ეცხადებოდაო ადამიანებს და იწყებენ ხოლმე ჩამოთვლას. ჯერ ერთ ისინი სახელები არა, არამედ თვისებებია. და მთავარი არც ერთ მათგანზე არ უთქვამს ღმერთს, როცა ამ თუ იმ თვისებას შესახებ ამჩნევდა ადამიანებს, რომ ამით მომიხსენიეთ მარადიულად თაობიდან თაობაზე. ერთადერთი რაც მე ამ წელში იკითხება და რასაც აგერ ვკითხულობთ, სადაც ეუბნება მე-15 მუხლის ბოლოში, ხო? რაც დაამატა ღმერთმა თავის სახელს. ეს არის ჩემი სახელი მარადიულად, ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობაში. თუ არა და თუ ფიქრობთ რომ სხვა სახელით უნდა მივმართოთ, მაშინ აგერ ვიდეო და დააკომენტარეთ ქვეშ ის ბიბლიური მონაკვეთი, რომელსაც შეხვდით, სადაც მსგავსი მოთხოვნა გაეკეთებინოს ღმერთს, რომ სხვა სახელით თუ წოდებითაც უნდა მოიხსენოთ მარადიულად თაობიდან თაობაში. და როგორც თქვით, ჩვენ მივყვებით თავად იმას, რაც ღმერთმა შემოგთავაზა და ჩვენ არ ვადგენთ არაფერს. როგორც თვითონ აღნიშნავენ ხოლმე ესა თუ ის პირები თავად რო ცდილობენ დაადგინონ რაღაცა, ხო? თითქოს ეთქვას ღმერთს, რომ აი ამან თუ იმ წოდებით მომიხსენიეთ მარადიულად. ღმერთთან დასაახლებლად ჩვენ უკვე თქვით, რომ აუცილებელია სახელის ცოდნა, მისი გამოყენება და როცა ადამიანი ელემენტარული ადამიანს უმეგობრდება, მას შეიძლება ადამიანიც ქვია, როგორც თქვით, შეიძლება გამოცვლილი სახელებიც გქონდეს, მაგრამ ხელს რო ჩამოგართმევს პიროვნება გეტყვის, რომ აი ეს მქვია, იმიტომ გეუბნება, რომ იმ სახელით უნდა მიმართო, რომელ სახელსაც გეუბნება. და სწორედ აი ამ სახელით უნდა მოიხსენიო და მით უმეტეს ასეა შემოქმედი ღმერთის შემთხვევაში, რომელიც გვეუბნება ასე მომიხსენიე თაობიდან თაობაში მარადიულადო და წერტილი. და ეს ყველაზე და ყველაფერზე აღმატებული წმინდა სახელია მთელ სამყაროში ეს უნდა გვახსოვდეს. ხოლო ისინი, ვინც დღემდის ამახინჯებენ, უდიერად მოიხსენებენ აი ამ ცუდ კონტექსტებში ღმერთის აი ამ წმინდა სახელს, მოდით ნახოთ აქვე რა იკითხება ერთ-ერთ ცნებაში. ეს გახლავთ თუ ნახავთ გამოსვლის წიგნს, მე-20 თავს, მე-7 მუხლი. არ ახსენო უღირსად შენი ღვთის იეჰოვას სახელი, რადგან დაუსჯელს არ დატოვებს იეჰოვა მას, ვინც უღირსად ახსენებს მის სახელს. აქ მე ახლა არაფერს აღარ დავამატებ, რადგან ბოლო სიტყვა ყოველთვის უფალს ეკუთვნის და თავისი სახელის უღირსად მომხსენებელს თავად გასცემს პასუხს, როგორც აქ იკითხება. დაუბრუნდეთ იეჰოვას სახელის მნიშვნელობის განხილვას, რომელიც გამოსვლის მე-3 თავის მე-14 მუხლში ნახეთ. თავიდანვე აუხსნა მოსეს, რომ იეჰოვა ნიშნავს აქცევინებს, ებრაული ზმნა, ახავახ, გახდომა, გადაქცევა. ეს იმას გულისხმობს, რომ აი ამ სახელის მქონე პიროვნება შეუძლია თავისი განზრახვების სისრულეში მოყვანა. რადაც დასჭირდება იმათ იქცევა, თავისი განზრახვებს მაინც შეასრულებს, ისე რომ ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის. და ასევე შეუძლია ადამიანები შეცვალოს, თავისკენ მოაქციოს, შემოაბრუნოს, თავის მსახურებად აქციოს. მხოლოდ აი ამ წმინდა სახელის მქონე პიროვნებას შეუძლია ყველაფერი რადიკალურად ისე შეცვალოს, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. აი სწორედ ამას გულისხმობს ეს წმინდა სახელი. ადამიანები მრავალ რამეს გეგმავენ, მაგრამ ბევრი რამ უშლით ხოლმე ხელს გეგმების განხორციელებაში. ჩვენ შეზღუდულები ვართ დრო
დროში, მოვლენებში, ძალებში, ბევრი რამის წინასწარ განჭვრეტა არ შეგვიძლია. შემოქმედ ღმერთს კი ეს მისი ეს წმინდა სახელი იეჰოვა კი სწორედ ამას გულისხმობს, რომ ის აქცევინებს და თავად იქცევა საჭიროებისამებრ, რომ აღასრულოს თავისი განზრახული, რომ მისთვის შეუძლებელი არ არსებობს, რადგან ის ყოვლის შემძლე და მარად არსებული ღმერთია. ამიტომაც ახლა თუ დაუბრუნდებით ჩვენ იაკობის წერილს მეორე თავის აი ამ 22 მუხლში ნათქვამია, რომ აბრაამი რწმენის საქმეებით იქნა გამართლებული, ეს გულისხმობს იმას, რომ აბრაამი ისე კი აღარ ცხოვრობდა, როგორც თვითონ მოეპრიანებოდა, არამედ მიჰყვებოდა ღვთის განზრახვას ფეხდაფეხ. რასაც ღმერთი მიუთითებდა, როგორც ღმერთი მიუთითებდა და თავისი გეგმები მან დატოვა, თავისი სახლი, თავისი კარი, მთელი კომფორტი და გაჰყვა ღმერთს. და 23 მუხლის ბოლოში აი აბრაამს სწორედ იმიტომ ეწოდა იეჰოვას მეგობარი, რომ მან ირწმუნა იეჰოვა თავისი შესაძლებლობებით, როგორც განზრახვების შემსრულებელი ღმერთი და რა კი ნათქვამი ჰქონდა იეჰოვას მისთვის, რომ ისაკის მეშვეობითო გაგიმრავლებო შთამომავლობას, აგერ დაურთავ შეჯამებას, ეს გახლავთ წიგნი ებრაელთა მე-11 თავის 8-12 და მთელი დაპირებული იყო იეჰოვა აბრაამისთვის, რომ ისაკი გეყოლებაო, მერე ისაკისგან გაგიმრავლდებაო შთამომავლობაო, მერე სწორედ შენ შთამომავლობაში მოვაო მხსნელი და მართლაც ასე მოხდა, ხო? მისი შთამომავლობიდან მოგვევლინა იესო, მათ ეს სახარება სწორედ ასე იწყება აბრაამის ძეს უწოდებენ იესოს, რადგან იგი მის გენეალოგიურ ნუსხაში მოვიდა, ხო, აი ამ ხაზში. და სწორედ ზუსტად შეუსულა ღმერთთან. ამიტომაც როცა ეს გამოცდა გაიარა აბრაამმა, რომ ღმერთმა რო სთხოვა, რომ შემომწირე ისაკიო და მან გადაწყვიტა მისი შეწირვა, ანუ აბრაამს კი არ ქონდა თავის შვილზე აწყობილი გეგმები, რომ აი ჩემ შვილს სახლს მოუქონიებ, კომფორტს გაუკეთებ, არა, ის მიყვებოდა ღმერთის განზრახვას. ამიტომ დაინახა ღმერთმა და სწორედ ამის საფუძველზე გახდა მისი მეგობარი და რა თქმა უნდა შეაჩერა ახლა, მაგრამ ღმერთმა ჩაუთვალა როგორც ეს აბრაამს გაეკეთებინოს. და ხა თუ სულად გაინტერესებთ თუ როგორ იცხოვრა აბრაამმა თავისი გეგმები როგორ გადადო გვერდზე და როგორ მიჰყვა ღმერთის განზრახვას მისი აი ამ ღონისძიებაში როგორ ჩაერთო, ეს შეგიძლიათ ნახოთ ბიბლიის პირველივე ფურცელს თავს თუ ნახავთ წიგნს დაბადებას, აი ამ დაბადების 12-დან 25-ის ჩათვლით თავები წაიკითხეთ და გაიგებთ როგორ ცხოვრობდა აბრაამი, რა იყო მისი რწმენის საქმეები, რითიც ის იეჰოვა მერე თავის მეგობრად მიიღო. ამიტომაც იეჰოვას სახელის ცოდნა მის ცნობას და შეცნობას გულისხმობს. როცა უკვე იცი აი ამ წმინდა სახელის მიღმა როგორი პიროვნებაა. ყოვლად უზენაესი და ყოვლის შემძლე შემოქმედი, მაგრამ მასთან დასაახლოებლად ამისი ცოდნა საკმარისი არაა თუ ჩვენ არ დავდივართ რწმენით. არ მოქმედებთ მისი ნევისამებრ და არ შეგვაქვს ეჭვი მის წმინდა განზრახვებში, რაც ბიბლიის მთავარი თემაა, როგორც უკვე გითხარით, ხო? ჩვენი გეგმები თუ ქონდა აქამდე რაღაცებს ფიქრობდით, თუ აწყვევდით, თუ აგებდით, ერთ-ერთმა ადამიანმა თავის გეგმა ბოლომდე ვერ მიიყვანა, თუ აკვირდებით. ზოგი შვილებისთვის ქონება საგროვებდა და შვილი დაეღუპა ამ პირიქით. არემონტებდა სახლს, იქ ცხოვრება უნდა და ბედნიერად, მაგრამ ბოლო კაფეილო გააკრა, თვითონ დაეღუპა და ვერ ეღირსა იქ ცხოვრება. ძალიან ბევრ ადამიანს ხელი ეშება თავის გეგმებში, ეს ცნობილია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ღვთის განზრახვის შესაბამისად, თუ გვინდა მარადიულად დავრჩეთ მის განზრახვაში, როგორც აბრაამი აკეთებდა ამას. ამიტომ მოკლედ შევაჯამოთ ახლა რა არის იეჰოვას განზრახვა ჩვენს მომართ, ადამიანების მომართ და ჩვენი საცხოვრისთან, პლანეტასთან დაკავშირებით. იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა რა იყო? მისი მსგავსები ყოფილიყავით და გვეცხოვრა სად? 60-ში დედამიწაზე მარადიულად. ეს იკითხება ბიბლიის პირველივე ფურცელზე. ამიტომ მთელი ბიბლიის თემა უკვე კავშირში უნდა იყოს, როდესაც კითხულობთ თუ იმაზრებს არა კავშირებთ ბიბლიის აი ამ პირველ სამ თავთან, უნდა მოდიოდეს კავშირში მთლიანი ბიბლიის ყველა წიგნი. თუ ასწრით და სხვანაირად ცდილობთ განმარტოთ, ინტერპრეტაციები გაუკეთოთ, ვერასოდეს ვერ დარჩებით ღვთის განზრახვაში. გადახვევა გამოგივათ ღვთის განზრახვიდან. ამიტომ ღვთის განზრახვა არის ეს მისი ქმნილება უნდა ყოფილიყო მისი მსგავსი თვისობრივად და უნდა ეცხოვრა პლანეტაზე, დედამიწაზე, სადაც მთლიანი სამოთხედ უნდა ქცეულიყო ეს პლანეტა და უნდა მოევლო როგორც სხვა ქმნილებისთვის, ასევე პლანეტისათვის. ღვთის ეს განზრახვა არ შეცვლილა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს განზრახვა დროებით შეაფერხა მისმა მოწინააღმდეგე სატანა ეშმაკმა და ადამიანების იმ კატეგორიამ, რომლებიც შეუერთდნენ მას ამბოხებაში, ზეცერი მამის წინააღმდეგ და დღეს შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობის უდიდესი ნაწილი კვლავაც ამბოხებაში იმყოფებიან ზეცერი მამის წინააღმდეგ და სატანის გზას ადგანან, იმიტომ რომ არ ცდილობენ გაერკვენ რა არის ღვთის განზრახვა და ღვთის მოთხოვნები და ამიტომ შემოდით ჩემს გვერდზე. ეს გახლავთ რიგით მე-80 ვიდეო, პირველიდან 4-ის ჩათვლით ვიდეოებიდან თქვენ გაიგებთ როგორ მოხდა ეს გადახვევა ღმერთის განზრახვიდან, ადამიანებმა როგორ გადაუხვიეს. შემდეგ ასევე აი ამ ამბოხების ჩასახშობად და თავისი განზრახვის
საბოლოოდ განსახორციელებლად ღმერთმა გაატარა გარკვეული ზომები და წამოიწყო ღონისძიება, რომლის შესახებაც უკვე დეტალები თუ გაინტერესებთ, ვისაც გაინტერესებთ, შემოდით ჩემ გვერდზე და 32-დან 38-ის ჩათვლით ვიდეოებში მოისმენთ. აი ამ 32-დან 38-ის ჩათვლით. ვისაც გსურს ახლა კვლავ დარჩე ღვთის აი ამ ბრწყინვალე განზრახვაში, რომელიც მარადეულად უნდა განახორციელოს ღმერთმა და ეს მისი თავდაპირველი განზრახვაა და ის არ შეცვლილა, როგორც უკვე თქვით, ღმერთი არ იცვლის თავის განზრახვას ჩვენთან მისკვნილებებთან მომართებაში და პლანეტასთან მიმართებაში. ამიტომ მისი დიდებული განზრახვის ნაწილი რო გავხდეთ და არა რაღაც ჩვენი უაზრო ადამიანური გეგმებს შევეწიროთ, ამისათვის რა მოგეთხოვება? უნდა გავერკვეთ და მოვისმინეთ რიგით 38-დან 43-ის ჩათვლით ვიდეოები. ახლა როგორ დასრულდება ღვთის მოწინააღმდეგეების და აი ამ ამბოხებაში მყოფი ეშმაკის და აი ეშმაკის ხარეს დარჩენილი კატეგორიების თუ მისი მარიონეტების საბოლოო ბედი როგორ გადაწყდება და როგორი დასასრული ელოდებათ მათ, რომლებიც ღვთის განზრახვის თანახმად არ არიან, არამედ დაპირისპირებაში მოდიან, ეს შეგიძლიათ უკვე მოისმინოთ 44-დან 47-ის ჩათვლით ვიდეოებიდან. ასევე დღესვე როგორ განვევითაროთ ზეციერ მამასთან ყოველდღიური ახლო პირადი ურთიერთობა, ისეთი როგორც აბრაამს ჰქონდა თუნდაც, ხო, აი ჩვენი ლოცვებით როგორ შევიდეთ მასთან ურთიერთობაში, შემოდით ჩემ გვერდზე და 48-დან 57-ის ჩათვლით ვიდეოები მოისმინეთ. რას ნიშნავს გერქვას ქრისტიანი? როგორ, რაში და რატომ უნდა ვბაძავდეთ ქრისტეს? იმიტომ რომ ქრისტეც თავისი გეგმებს არ აწყობდა დედამიწაზე, ის რომ მოვიდა თავისი მამის ნებას ასრულებდა, ისიც და ღვთის განზრახვაში იღებდა ბოლომდე მონაწილეობას. როგორ მიბაძოთ მას? ნახეთ 66-დან 69-ის ჩათვლით ვიდეორგოლები. ხოლო თავად იეჰოვას თვისებები, რომ მეტად გავიცნოთ იეჰოვას, 70-დან 79-ის ჩათვლით ვიდეოებს მოусმინეთ.